ვარ რინა დარიელაძე 8 წლის. ვსწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, მუსიკა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. მე ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ხატვა ვისწავლე ჩემი და ცოტა მასწავლა ჩემმა კლასელმა. მე ვიცი სახლის დახატვა, ხის დახატვა, ყვავილების დახატვა, ბალახის დახატვა. კიდე ვიცი გოგონას და ზაღლის დახატვა. ყველაზე ძნელია ბიჭის დახატვა. მე რო ხატავ, თმას ვერ ვუკეთებ ბიჭს. ყველაზე ადვილია ყვავილის დახატვა. მე ახლა გასწავლეთ ყვავილის დახატვა. ჯერ ვხატავთ ბალახს. მე რო ხატავთ ყვავილს. მე რო ხატავთ ფოთოლს. და მე რო ხატავთ მზეს. შემდეგ ღრუბლებს, ჩიტებს, ხეს, სახლს და ველოსიპედს. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს ყვითელი. ჩემი ნახატები არ მინდა გავყიდო, იმიტომ რომ მენანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან არ მახსოვს რა მომიტანა, მაგრამ წელს მინდა მომიტანა სახატავი ნივთები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 123 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ავთო. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ახლა გადავედი მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. მაინდა-მაინც პიანინო იმიტომ ავარჩიე, რომ კარგი ჟღერადობა აქვს. ჩემი მუსიკის მასწავლებელია გულიკო ხინიკაძე. ის არის ლამაზი, თბილი და ყურადღებიანი. ძალიან უყვარდა და სულ მეხუტება. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. გუშინ მქონდა გამოცდა, კარგად დაუკარდა ჩავაბარე. გუნდზე დავდივარ და ძალიან მიყვარს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა მერცხალი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ვსწავლობ, ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი და ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულებია რიანანა და ნინო ცეცხლაძეები. ყველაზე ჭკვიანია ანდრია ცხლიშვილი. ყველაზე მშვიდია თიკა შარაძე. ყველაზე ბედნიერია დეა ლამპარაძე. მეორე ყველაზე საყვარელი კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან მეფარიშვილი. იმიტომ რომ გვასწავლის, ხსნის, გავკვეთილს, ვუყვარვართ, მშვიდია და ცოტათი ყვირის. მასწავლებელი გვეუბნება, რომ არ დავილაპარაკოთ გაკვეთილზე და მაგაზე, რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მუსიკის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიქნები დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, მამი და ბებო, ბაბუ და ჩემი დები. კიდევ მინდა ვიყავდეს ერთი და. ჩემი და არის 5 წლის და ჰქვია მართა. მართა არის ლამაზი, ჭკვიანი და ცოტათი ნერვების მომშლელი. ნერვებს მაშინ მიშლის, როცა ჩემს ტელეფონს აიღებს და რო ეუბნები მომაცი არ მაძლევს. ჩემი აზრით მართა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მეორე და არის 3 წლის და ჰქვია თინან. ის არის საყვარელი, ჯიუტი და ნერვების მომშლელი. იმიტომ რომ მე და მართას გვაბრაზებს. ხოლმე ჩემს ნივთებს იღებს და აფუჭებს. თინან რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მამიკო არის მხიარული, უშიშარი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ნამცხრები. განსაკუთრებით მიყვარს მედოკი. ჩემი საყვარელი საჭმელია კარტოფილი ფრი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია მანათობელა ნიჟარა.
სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და დავდივარ ცეკვაზე. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიურული. საყვარელი ილეთია ეს. ყვავილებიდან მე გავარ იახს. იმიტომ რომ ჩემი სავით ლამაზია და საყვარელი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რინა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე რინა დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ რინა რომ არ მერქვას მე მერქმეოდა ანა. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიას, ელენეს, მართას, ალექსანდრეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ყავისფერ თეთრი ლეკვი ფუმფულა. ბედნიერება არის ხატვა, ლეკვის ყოლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.